საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები კლების ტენდენციას ინარჩუნებს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში FDI წლიურად 79 მილიონი დოლარით, ანუ 12%-ით 580 მილიონ დოლარამდე შემცირდა. კლება ჯამურად 6 თვეშიც და 2 კვარტალში ინვესტიციების ვარდნამ 15.9% შეადგინა. როგორც საქსტატი განმარტავს, მეორე კვარტალში ინვესტიციების კლება განპირობებულია რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით. გასული პერიოდის მსგავსად მთლიან ინვესტიციებში რეინვესტირების წილი საკმაოდ მაღალია და 80%-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი ფლოტი ნაკადები ნაკლებად შემოდის. რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ამ მიმართულებით საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები ლიდერობს, სადაც მეორე კვარტალში 327 მილიონ 200.000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 66 მილიონ 400.000 დოლარის მოცულობის ინვესტიციით, ხოლო მესამეზე ენერგეტიკა 54 მილიონ 400.000 დოლარით. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე ინვესტიციების კლება მოსაოდნელი იყო და ეს ერთ მთავარ ინდიკატორზე მიუთითებს. საქართველოს სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის. 80% არის ძველი ინვესტიციების ხელმეორედ ჩაბრუნება მოგების ფაქტობრივად და დიდწილად ეს ბანკებზე მოდის და სამი ქვეყნიდან არის ინვესტიციების 60%. ახალი ის არაფერი არ არის, აქ საქართველოს კარგავს თავის მიმზიდველობას უცხოური ინვესტორებისთვის და ეს ჩნდება პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში. როგორ შეიძლება იყოს გასაკვირი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კლება, როდესაც ქვეყანაში გვაქვს სერიოზული არასტაბილურობა, როგორც პოლიტიკურად, ისე გარემოარი არასტაბილური საქართველოს გარშემო და საერთაშორისო ურთიერთობებში გვაქვს მნიშვნელოვანი არასტაბილურობა. არავინ არ ჩადებს ისეთ ქვეყანაში, სადაც ნდობის ფაქტორი უკვე დული სტოლი არის, სადაც რა თქმა უნდა ის მდგომარეობა არის, ვთქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც არის, როდესაც ვთქვათ, რეალურად კონკრეტული ქვეყნის მართვის კურსი არის აბსოლუტურად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ის ბიზნეს სექტორი, რომელსაც დაგეგმილი ქონდა მაგალითად 24 წლის დასაწყისში რაღაც კონკრეტული პროექტების საშუალო დონის პროექტების განხორციელება, თავისთავად რა თქმა უნდა ეს პროექტები საერთოდ გადაიდო, ის ბიზნესები, რომელთაც მე ასევე კავშირი მაქვს, მათ შორის დარჩენილ ზოგიერთ ამერიკულ ბიზნესთან და თუ ამერიკასთან დაკავშირებულ ბიზნესთან, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში, რა თქმა უნდა ამცირებს ოპერაციებს. მეორე კვარტალში ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერია გაერთიანებული სამეფო 242 მილიონ 700.000 დოლარით. მეორე ადგილზეა თურქეთი 54 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე ჩეხეთი 38 მილიონ 300.000 დოლარით. რაც შეეხება იმ საწარმოებს, სადაც მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სიახლე არაა და აქ ისეთ კომპანიებს შევხვდებით, როგორიცაა მაგალითად IDS ბორჯომი, თბილისი ენერჯი, ტავ ურბანი, ბიჯოი ჯგუფი. თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი შემცირებულია და ინვესტიციების კლების ტენდენცია სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება. სიტუაცია ჩვენთან რთულია, შიდაც და გარეთ, ანუ შიდა პოლიტიკური დაძაბულობა კი ვხედავთ, რაც ხდება და ამითი არავინ კმაყოფილი არ ვართ, არც ბიზნესი და არც ნებისმიერი სფერო ამით კმაყოფილი ვერ იქნება, რა თქმა უნდა. და გარე ფაქტორებიც ბუნებრივია, ჩვენ ხედავთ სამეზობლოში რა ხდება, რუსეთსა და უკრაინას გულისხმობ. არ ვფიქრობ, რომ დღეს რაღაც ძალიან ესეთი სასურველი გარემო იყოს ინვესტირებისთვის, თუმცა არ ვიცი, ეს ჩემი პირადი სუბიექტური აზრია. და ჩვენ ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა უფრო მეტად ევროპულ კომპანიებთან, ისინი ძალიან სიფრთხილით ეკიდებიან ჯერჯერობით. იმედია, რომ დასტაბილურდება ჩვენთან რაღაცა და ეს ინტერესი უფრო ესეთი სტრატეგიული ინვესტორების მხრიდან გაიზრდება. თუ არ იქნა სტაბილური ქვეყანა, არავითარ ინვესტიციაზე, არავითარ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ იქნება. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ პირველ რიგში სტაბილური გარემო არა მარტო ბიზნესის განვითარებისთვის, ზოგადად საზოგადოების განვითარებისთვის. ამიტომ პოლიტიკური სტაბილურობა არის უპირველესი და თუ თქვენ ვინმე დამაჯერებს, რომ აი ამ ვითარებაში, რაც დღეს არის ქვეყანა ჩავარდნილი, ვინმე შეიძლება იფიქროს სამომავლო ბიზნეს პროექტებზე, არ ვიცი, რა გითხრათ.
ნუ შესაძლებლობა მცირდება, ეს არის ყველაზე მთავარი. განწყობა არის უკვე ისეთი, რომ ეს პრაქტიკულად უახლოეს პერიოდში, თქვათ, ეს იქნება შემოდგომა, შემდგომში გაზაფხული, ჩათვალეთ, რომ გაანახევრებს ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს. მიუხედავად ჯამური კლებისა, ინვესტიციები გაზრდილია ენერგეტიკის სექტორში. წელს 2 კვარტლის ჯამში ამ დარგში 126 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, რაც თითქმის 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. როგორც თავად ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, უცხოური ინვესტიციები ძირითადად გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან იდება. გენერაციის მხარეს კი ამ მიმართულებით შედარებით ნაკლები წილი აქვს. შარშან 6 თვესთან შედარებით გვაქვს ზრდა, თუმცა წელს პირველ კვარტალთან შედარებით გვაქვს შემცირება. ძირითადად თანხების ინვესტიცია ხდება გადამცემ ქსელებში. და არა ვთქვათ გენერაციის ნაწილში, რაც ჩვენთვის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ქსელური თვალსაზრისით ბუნებრივია ხდება ინვესტიციების განხორციელება, როგორც ეპი ჯორჯია მიწოდების მიერ და ენერგოპროს მიერ და ზოგადად თბილისშიც მათ შორის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ განვახორციელოთ გენერაციის თვალსაზრისით, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია არა მხოლოდ ადგილობრივი თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ახლა რო შევხედეთ მონაცემებს, მესამე ადგილზე არის ენერგეტიკა, მაშინ როდესაც ძალიან დიდი არის საჭიროება მისი პოტენციალიდან გამომდინარე, რომ ენერგეტიკის განვითარებაში ჩაიდოს თანხა. რაც შეეხება სხვა სექტორებს, მეორე კვარტალში საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობების სექტორში, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის და ვაჭრობის დარგებში ინვესტიციების კლება დაფიქსირდა. უძრავი ქონების, სასტუმროების და რესტორნების დარგებში კი პირიქით ზრდა დაფიქსირდა.